ნომერი 5. კლუბის კალათბურთელების სათამაშო მაჩვენებლების დაფარება, მოხსნა, პასი, ჩაჭრა შესახებ ცნობილია, რომ თუ კალათბურთელებს ჰქონდა პასიც და მოხსნაც, მაშინ მას ჰქონდა დაფარებაც. თუ კალათბურთელებს არ ჰქონდა პასი, მაშინ მას არ ჰქონდა არც ჩაჭრა. ჩამოთვლითაგან რომელი დასკვნა სწორი ამ კალათბურთელების შესახებ. გავიხსენოთ ჯერ ფორმულები, თუ როგორ ავაგოთ ლოგიკურად მართებული წინადადებები. პირველი, თუ ვიცით რომ A-დან გამომდინარეობს B, მაშინ აუცილებლად არა B-დან გამომდინარეობს არა A. ანუ დასკვნის უარყოფით გამოდის პირობით უარყოფაც. მეორე, თუ ვიცით რომ A-დან გამომდინარეობს B და B-დან გამომდინარეობს C, მაშინ აუცილებლად A-დან გამომდინარეობს C-ც. მესამე, ეს არის კიდევ უარყოფის სიმბოლო. თუ გვაქვს A და B წინადადების უარყოფა, ეს იგივეა რომ არა A ან არა B. ანუ დაიანი წინადადების უარყოფა არის თითეული წინადადების უარყოფა, ოღონდ ან კავშირით. თუ ან კავშირიან წინადადებას უარყოფთ, ესე იგი თითეული წინადადება უნდა უარყოთ და დავაკავშიროთ დაკავშირით. წავიკითხოთ ახლა პირველი წინადადება. თუ კალათბურთელს ჰქონდა პასიც და მოხსნაც, მაშინ მას ჰქონდა დაფარებაც. ანუ ამ წინადადების ექვივალენტური წინადადება რო შევქმნათ პირველი ფორმულიდან, უნდა უარყოთ დასკვნა, ესე იგი თუ არ ჰქონდა დაფარება, მაშინ უნდა უარყოთ პირობაც. ესე იგი არ ჰქონდა მოხსნა ან არ ჰქონდა პასი, ერთ-ერთი არ ჰქონია. ეს არის მესამე ფორმულიდან. ანუ დაკავშირით შედგენილი წინადადების უარყოფა, თითეული წინადადების უარყოფა, ოღონდ ან კავშირით. მეორე წინადადება. თუ კალათბურთელს არ ჰქონდა პასი, მაშინ მას არ ჰქონდა არც ჩაჭრა. ისევ პირველი წინადადებიდან შევქმნათ მისი ექვივალენტური წინადადება, ანუ უნდა უარყოთ დასკვნა. დასკვნაში გვიწერია არ ჰქონდა ჩაჭრა, ესე იგი უნდა დავწეროთ ჰქონდა ჩაჭრა, მაშინ მას ჰქონდა პასიც. იმიტომ რომ აქ პირობაში გვიწერია არ ჰქონდა პასი. წავიკითხოთ ახლა წინადადებები და აქედან მოვძებნოთ ლოგიკურად სწორი. ლოგიკურად სწორი უნდა ვეძებოთ უკვე აი მეორე ფორმულის მეშვეობით ამ 4 წინადადებიდან. პირველი, თუ კალათბურთელს არ ჰქონდა ჩაჭრა, მაშინ მას არ ჰქონდა დაფარება. თუ არ ჰქონდა ჩაჭრა, არც ერთ პირობაში არ გვიწერია. ესე იგი, დასკვნასაც ვერანაირად ვერ გამოვიტანთ. ანუ პირველი არასწორია. B, თუ კალათბურთელს ჰქონდა დაფარება და ჩაჭრაც, მაშინ მას ჰქონდა მოხსნა. ჩვენ პირობიდან ვიცით მარტო თუ ჰქონდა ჩაჭრა, მაშინ მას ჰქონდა პასი. სხვა დასკვნას ვერ გამოვიტანთ, იმიტომ რომ თუ დაფარება ჰქონდა, მაგის შესახებ ინფორმაცია არა გვაქვს თუ რა მოხდებოდა მაგის შემდეგ. ამიტომ B პირობაც არასწორია. G, თუ კალათბურთელს არ ჰქონდა დაფარება, მაშინ მას არ ჰქონდა არც ჩაჭრა. აქა ყურადღება ახლა საჭირო. თუ კალათბურთელს არ ჰქონდა დაფარება, მაშინ მას არ ჰქონდა მოხსნა ან არ ჰქონდა პასი. ანუ ან მოხსნა არ ჰქონდა, ან პასი. ზუსტად რომელი არ ჰქონდა, ვერ გავიგებთ. თუ პასი არ ჰქონდა, მაშინ ხო ჩაჭრაც არ ჰქონდა, მაგრამ ზუსტად პასი არ ჰქონდა თუ მოხსნა არ ჰქონდა, არ ვიცით. ამიტომ G ზუსტად გამომდინარეობს თუ არა, არ ვიცით. იმიტომ რომ თუ დაფარება არ ჰქონდა, შეიძლება მოხსნა არ ჰქონდა და თუ მოხსნა არ ჰქონდა, მაშინ რა ხდება, არ ვიცით. ამიტომ G წინადადება არასწორია. გადავიდეთ D-ზე. თუ კალათბურთელს ჰქონდა მოხსნა და ჩაჭრაც, მაშინ მას ჰქონდა დაფარებაც. თუ კალათბურთელს ჰქონდა მოხსნა და ჩაჭრა. ვიცით რომ თუ ჩაჭრა ჰქონდა პასიც. ესე იგი მოხსნაც აქვს და პასიც აქვს. ესე იგი მას დაფარებაც აქვს. ანუ D პირობა გამომდინარეობს ამ წინადადებებიდან. D იქნება სწორი. იმიტომ რომ თუ ჩაჭრა ჰქონდა, ესე იგი პასიც ჰქონდა, პირობიდან მოხსნაც ჰქონდა და პასიც და მოხსნის შემთხვევაშიც გამოდის რომ დაფარებაც ჰქონია. წავიკითხოთ D-ს. თუ კალათბურთელს ჰქონდა პასიც, მოხსნაც და დაფარებაც, მაშინ მას ჰქონდა ჩაჭრა. ჩვენ წინადადებებიდან ვიცით რომ პასიც და მოხსნაც თუ აქვს, მაშინ დაფარებაც აქვს. ანუ ეს სამივე შეიძლება მოხდეს და ეს სამივე ერთად პირობაში არსად აღარ გვიწერია და აქედან ვერანაირად ვერ დავასკვნით რომ ჩაჭრაც
ჰქონდა. ანუ ვიცით რომ პასი და მოხსნაც თუ ჰქონდა დაფარებაც. მაგრამ თუ დაფარება ჰქონდა, მერე რა ხდება პირობებში აღარ გვიწერია. ამიტომ ეს ვერ დავასკვნით და სწორი პასუხი გამოდის ისევ D.